რელიგია გვასწავლის, რომ ეშმაკი მუდამ ჩასაფრებულია გზას აგვაცდინოს, ცუდი ფიქრი გაგვიჩინოს, გვაცდუნოს. მაინტერესებს ეს როგორ ხდება. ისინი ჰაერში არიან. ჩვენი ირგვლივ დაფრინავენ და ასე ახდენენ ბოროტზე მოქმედებას. ასევე მაინტერესებს აქვს თუ არა ეშმაკს ბედნიერების გრძნობა შეუძლია თუ არა მას რომ გაიხაროს. რა საინტერესო შეკითხვა. მოდი ბოლოდან დავიწყოთ. ეშმაკს არ შეუძლია გაიხაროს ჩემო კეთილო ხალხო და არ აქვს, რა თქმა უნდა, ბედნიერების გრძნობა. ბედნიერებას რა იწვევს ადამიანში? ბედნიერებას იწვევს სიყვარული, ბედნიერებას იწვევს უფალთან ერთობის შეგრძნება. და არც უფალთან ერთობა არ გააჩნია ეშმაკს. და არც სიყვარული არ გააჩნია და როგორ უნდა იყოს ეს ბედნიერი? ბედნიერებას იწვევს გაკეთებული სიკეთე. და ის სიკეთეს არ აკეთებს არასოდეს. ეხლა თუ ჩვენ ესე შევხედავთ, რომ აი მაგალითად თუნდაც ბოღმიანი ადამიანი, რომელსაც ვიღაცისთვის სამაგიეროს გადახდა უნდა. და ის სამაგიეროს რო გადაუხდის და მერე რო გრძნობს თითქოს თავს ბედნიერად. ეს ბედნიერებაა? აბა ყოველმა ესეთმა ადამიანმა საკუთარ გულში ჩაიხედოს მერე როგორი გაბითურებულობის შეგრძნება რჩება ეშმაკისაგან და როგორ აწუხებს მას მერე სინდისი ისე რომ მოიქცა. კი, იმ წამს შეიძლება იმან გული მოიფხანოს კარგად, მაგრამ ეგ არის ბედნიერება? მაგისთვის ცხოვრობ ჩვენ ქრისტიანები? ასე რომ როგორ უნდა გქონდეს ეშმაკს ბედნიერების შეგრძნება? კიდე გეუბნებით კეთილო ხალხო. ბედნიერებას იწვევს გაღება, გაცემა, სიკეთის გაკეთება, სიყვარულისთვის დახარჯვა, ღმერთთან ერთობის შეგრძნება. აი ეს იწვევს ბედნიერებას. ჰაერში არისო და ტრიალებსო თუ როგორ ამბობ? ნო ბოროტზე მოქმედებასო, კი? და ჩვენს გონებაშიც არიან. ჩვენს გონებაში შემოდიან, აქვს ეშმაკს უნარი, რომ შენს გონებაში შემოვიდეს და შენს გონებაში დაბადოს არასწორი ცოდვიანი აზრი. რომელიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ჩვენი საკუთარი გონია. და ვერ ხვდებით, რომ ის არის ბოროტისაგან მოტმასნილი აზრი. ამიტომაც არის ერთ-ერთი უდიდესი სათნოება, რომ ადამიანი სულიერად ისე გაიზარდოს, რომ ისწავლოს უშეცდომოდ გარჩევა კეთილი და ცოდვიანი აზრებისა, რომელიც მის გონებაში შემოდის. დავით წინასწარმეტყველის პირით რომ ბრძანებს უფალი, რომ ასულო ბაბილონისაო ნეტარარს, რომელმან შეიპყრეს ჩვილნი შენი და შეახეთქნეს კლდესაო. აი ამაზე აქ ლაპარაკი. ნეტარია ის ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი, რომ აღმოაჩინოს დროულად ის ბოროტისაგან მოტანილი აზრი და აფიქსიროს, რომ ის მისი კი არ არის, ეშმაკისაგან არის, მის თავში მოტანილი. დაიჭიროს, უარი უთხრას და შეახეთქოს თავის სარწმუნოების კლდეს. ასე რომ აი ესე უნდა ვებრძოლოთ მას.